არსებობს მოსაზრება, რომ უძველესი ადამიანები აშენებდნენ ისეთ სტრუქტურებს, რომელთა ახსნაც დღემდე უჭირთ ექსპერტებს. პაძრები, რომლებიც მთლიანი მთიდან არის გამოკვეთილი, ქალაქები, განვითარებული წყლის სისტემებით და უზარმაზარი ქვები, რომელთა გადატანაც იმ დროის ადამიანებისთვის თითქოს შეუძლებელი იყო. კითხვა, როგორ შეძლეს მათ ამის გაკეთება? და რატომ არის ზოგიერთი უძველესი სტრუქტურა ისეთი განვითარებული, რომ თითქოს საკუთარ ეპოქას აღემატება? ამ ვიდეოში გავეცნობით 10 უძველეს ადგილს, რომლებიც თითქოს ისტორიას ათასობით წლით უსწრებდნენ. სანამ დავიწყებთ, გთხოვთ მოიწონეთ და გამოიწერეთ ეს ვიდეო. ეს ჩვენთვის კონტენტ კრეატორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა. და ეხლა დავიწყოთ. მოჰენჯო-დარო. პაკისტანში მოჰენჯო-დარო არის ნაწილი იმ უძველესი ინდუსის ველის ცივილიზაციისა, რომელიც მდებარეობს დღევანდელი პაკისტანის ტერიტორიაზე. ისტორიკოსებისა და არქეოლოგიური კვლევების მიხედვით, ეს ქალაქი აშენდა 4000 წელზე მეტი ხნის წინ. და დღემდე ბევრი ექსპერტი გაოცებულია თუ რამდენად განვითარებული იყო მისი დიზაინი იმ დროისთვის. ქალაქის განლაგება არ იყო შემთხვევითი. ქალაქის ქუჩები ბადური გეგმით იყო განლაგებული, მაგრამ უფრო გასაოცარია ის, რაც მიწის ქვეშ იყო. თითქმის ყველა სახლს ჰქონდა მიერთება დრენაჟის სისტემასთან. არსებობდა არხები, რომლებიც გამომწვარი აგურით იყო აშენებული. ზოგი საკანალიზაციო. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, მათ უბრალოდ ქალაქი არა აშენეს. მათ სანიტარული ინფრასტრუქტურაც დააპროექტეს. National Geographic-ისა და არქეოლოგიური მკვლევარების ცნობებით, ზოგ სახლს უძველეს სამყაროში ჩარეცხვის ტუალეტის ყველაზე ადრეულ ვერსიად მიჩნეული მოწყობილობა ჰქონდა. ეს მხოლოდ დეკორაცია არ იყო, ნამდვილად ფუნქციური იყო. იატაკს ჰქონდა დახრილობა, რომ წყალი თავისუფლად გაედინებოდა. თიხის მილები მიწისქვეშა დრენაჟთან იყო შეერთებული და ბევრ სახლს ჰქონდა ჭეპი. და ეს იმ დროს, როცა მსოფლიოს ბევრ ნაწილში ჯერ კიდევ არ არსებობდა ორგანიზებული კანალიზაციული სანალისტემა, მოჰენჯო-დარო თითქოს რამდენიმე 1000 წლით წინ იყო წასული. და აქ მხოლოდ ინფრასტრუქტურა არ არის საიდუმლო. დღემდე მეცნიერებს ჯერ კიდევ სრულად არ გაშიფრიათ ინდუსის ველის ცივილიზაციის დამწერლობა. დაახლოებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1900 წელს ინდუსის ველის ცივილიზაციის თავარი ქალაქები ნელ-ნელა გაქრა. ისტორიკოსებს ჯერ კიდევ არ აქვთ სუსტი პასუხი თუ რა იყო ამის მიზეზი. არსებობს თეორიები, არსებობს სხვადასხვა თეორია. კლიმატის ცვლილება, მდინარის მიმართულების შეცვლა, ვალვა, შესაძლოა ეკონომიკური კრახი, ან მოსახლეობის მიგრაცია. მაგრამ არ არსებობს ერთი პასუხი, რომელსაც ყველა ეთანხმება. და ათასობით წლის განმავლობაში მოჰენჯო-დარო უბრალოდ მიწით იყო დაფარული. სანამ მე-20 საუკუნეში ხელახლა არ აღმოაჩინეს. დაკარგული ქალაქი, რომელიც თავის ეპოქას ბევრად უსწრებდა. მარიბის დიდი კაშხალი, იემენში. 2000 წელზე მეტი ხნით ადრე, ვიდრე თანამედროვე კაშხლები აშენდებოდა, არაბეთის ნახევარკუნძულზე იყო სამეფო, რომელმაც შექმნა სარწყავი სისტემა, რომელმაც მთელი რეგიონი გააცოცხლა. ისტორიული ჩანაწერებისა და არქეოლოგების კვლევების მიხედვით, ეს კაშხალი ააშენა ძველი საბას, ანუ შებას სამეფომ. ცივილიზაცია, რომელიც გამდიდრდა საკმევლის, მურისა და სხვა ძვირფასი პროდუქტების ვაჭრობით, უძველეს სავაჭრო მარშრუტებზე. მაშინ რეგიონში პრობლემა იყო წყალი. წვიმა არ იყო რეგულარული, კლიმატი ცხელი იყო და ფართომასშტაბიანი სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა რთული იყო. ამიტომ მათ გააკონტროლეს სეზონური წყალდიდობის წყლები, უზარმაზარი კაშხლის მეშვეობით. ეს უბრალოდ წყლის ბლოკირება არ იყო. იყო ინტეგრირებული სარწყავი არხები, იყო გადაღვრების არხები, წყალდიდობის კონტროლის მექანიზმები და სისტემა, რომელიც წყალს სასოფლო სამეურნეო მინდვრებზე მიმართავდა. ამის შედეგად მშრალ გარემოში გაჩნდა ფართო სასოფლო სამეურნეო მიწები. ისტორიკოსების თქმით, აქედან მიღებული სურსათის სიჯარბემ შეეწყო ხელიშებას სამეფოს გამდიდრებას და მის მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრად ჩამოყალიბებას ძველ შუა აღმოსავლეთში. მას კავშირი აქვს ებრაული ბიბლიისა და ყურანის ისტორიებთან შებას. დედოფალს. მაგრამ რაც უფრო გასაოცარია, ეს კაშხალი არსებობდა 1000 წელზე მეტხანს. სხვადასხვა თაობამ არაერთხელ შეაკეთეს და გაამაგრეს იგი. და მიუხედავად იმისა, რომ მათ არ ჰქონდა თანამედროვე ბეტონის ტექნოლოგია ან ფოლადის არმატურა, მათ შექმნეს ნაგებობა, რომელმაც მრავალი საუკუნის განმავლობაში უდაბნოს მძიმე პირობებს გაუძლო. მოგვიანებით, დაახლოებით ჩვენი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნეში, კაშხალზე სერიოზული დაზიანებები წარმოიშვა. ზოგიერთი ისლამური ისტორიული წყაროს მიხედვით, სარწყავის სისტემის ჩამოშლა რეგიონისთვის დიდი დარტყმა იყო და მას უკავშირებენ მოსახლეობის მასობრივ მიგრაციას ამ ტერიტორიიდან. დღემდე მარიბის დიდი კაშხალი რჩება შეხსენებად იმისა, რომ უკვე უძველეს სამყაროში არსებობდნენ საზოგადოებები, რომლებიც აშენებდნენ ისეთ ინფრასტრუქტურას, რაც მათი დროისთვის შეუძლებლად მიიჩნეოდა.
მასუდა ივაფუნი, იაპონია. იაპონიის ერთ მშვიდ ადგილას უზარმაზარი ქვაცევს, რომელიც დღემდე გამოცანად რჩება არქეოლოგებისთვის. ეს არც ცნობილი ტაძარია, არც ციხესიმაგრე და არც ნათელი ისტორია აქვს თუ რატომ აშენდა იგი. მას მასუდა, ივაფუნი ეწოდება. ის ასუკას რეგიონში მდებარეობს. ადგილას, რომელიც მე-6-დან მე-8 საუკუნემდე ძველი იაპონიის ძალაუფლების ცენტრი იყო. ასუკა ცნობილია ძველი სამარხებით, ტაძრებით და უჩვეულო ქვის კვეთილებით, მაგრამ ამ ყველაფერს შორის მასუდა ივაფუნი ერთ-ერთი ყველაზე უცნაურია. იაპონელი არქეოლოგების თქმით, მას ზუსტად არ გავს იმ დროის ცნობილ ბუდისტურ ან შინტო სტრუქტურებს. ის ასევე არ ემთხვევა უძველესი იაპონიაში სამარხების ან სასახლის საძირკვლის ჩვეულებრივ დიზაინს. ამიტომ დღემდე მხოლოდ თეორიებია. შესაძლოა ადრეს სცადეს მისი გადატანა, მაგრამ ძალიან მძიმე იყო და ამიტომ მთის ფერდობზე დატოვეს. ეს კიდევ უფრო ზრდის საიდუმოს, რადგან ჯერ კიდევ გაურკვეველია. სად ზუსტად იქნა აღებული ეს გრანიტი? თანამედროვე ეპოქაში ჩვენ შეგვიძლია უზარმაზარი ქვების გადატანა ამწეებით, ჰიდრავლიკური სისტემებით და მძიმე ტექნიკით. მაგრამ ძველ იაპონიაში როგორ გამოჭრეს ეს? როგორ დააკენეს იქ? და ყველაზე მთავარი, რატომ არ არსებობს დღემდე საბოლოო პასუხი? და მაშინ, როცა ათასობით ტურისტი ყოველ წელს სტუმრობს ასუკას, უფრო ცნობილ ისტორიულ ადგილებს, მასუდა ივაფუნი მშვიდად წევს ბორცვის კიდეზე. ის გავს ერთგვარ გზამნილს, რომელიც ძველმა სამყარომ დაგვიტოვა და ჩვენ ჯერ კიდევ ვერ გვერკითხულობთ მას. ნანმადოლი, მიკრონეზია. უზარმაზარი წყნარი ოკეანის შუაგულში არსებობს ერთი უძველესი ქალაქი, რომელიც თავისი დროისთვის შეუძლებელიც კი ჩანდა. ის არც მთაზეა აშენებული და არც მატერიკზე. ის აშენებულია პირდაპირ მარჯნის რიფზე. ეს არის ნანმადოლი მიკრონეზიაში. როცა პირველად დაინახავ, შეიძლება იფიქრო, რომ ეს ადამიანის შექმნილი არ არის. გრძელი ზღვის კედლები და უზარმაზარი ვულკანური ქვის ბლოკები, რომლებიც გადაადგილებულია. ისინი ერთმანეთზეა დადებული როგორც გიგანტური მორები. იუნესკოს და არქეოლოგიური კვლევის მიხედვით, ეს კომპლექსი შედგება თითქმის 100 პატარა ხელოვნური კუნძულისგან, რომლებიც ერთმანეთთან არხებით არის დაკავშირებული. ამიტომ მას ზოგჯერ წყნარი ოკეანის ვენეციასაც უწოდებენ. მაგრამ მთავარი კითხვა არ არის, რამდენად ლამაზია ეს. კითხვა ისაა, როგორ შეძლეს ამის გაკეთება. აქ გამოყენებული ქვები ბაზალტის სვეტებია. ეს მძიმე ვულკანური ქანებია, რომლებიც ბუნებრივად სვეტების ფორმისაა. ზოგიერთი მათგანი სავარაუდოდ თითოეული რამდენიმე ტონას იწონის. და კვლევების მიხედვით, ქვების უმეტესობა თავად სამშენებლო მოედნიდან არ არის. ისინი კუნძულის სხვა ნაწილებიდან უნდა ჩამოეტანათ. ისტორიკოსების თქმით, ნანმადოლი აშენდა საუდელეურის დინასტიის დროს, დაახლოებით 12 საუკუნეში და მრავალი თაობის განმავლობაში იყო რეგიონის პოლიტიკური და რელიგიური ძალაუფლების ცენტრი. მისი დიზაინიც უნიკალურია. ქვის ნაგებობებს შორის არხებია, ამაღლებული კედლებია და ზოგიერთი ნაწილი თითქოს მხოლოდ მმართველ ელიტასა და რელიგიური ცერემონიებისთვისაა განკუთვნილი. მაგრამ დღემდე სულად არ არის ცნობილი ზუსტად როგორ გადაიტანეს ასეთი მძიმე ქვები რეგიონში. ალპგილობრივი კულტურის ზეპირგადმოცემებში არის ამბავი ორ ძმაზე, რომლებსაც თითქოს ზებუნებრივი ძალები ჰქონდათ და ქვები მშენებლობის ადგილამდე მიაფრინეს. რა თქმა უნდა, ეს არ ითვლება სამეცნიერო ახსნად. მაგრამ თვით თანამედროვე მკვლევარებიც კი აღიარებენ, რომ რთულია ამ პროექტის ლოგისტიკის ახსნა მხოლოდ იმ დროის უბრალო ტექნოლოგიებით. არსებობს თეორიები ბამბუკის შესაფუთებზე, როლიკებზე და ადამიანურ ძალაზე, მაგრამ ჯერ არ არსებობს ახსნა, რომელიც სრულად პასუხობს ყველა დეტალს. ბოლოს საუდელორის დინასტიის ძალაუფლებაც დაეცა. ნანმადოლი მიატოვეს და ის ნელ-ნელა ბუნებამ და ზღვამ შთანთქა. 2016 წელს იუნესკომ ის მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა, მაგრამ მაშინვე დაამატა საფრთხის ქვეშ მყოფი ობიექტების სიაშიც, სტრუქტურების დაზიანებისა და ზღვის დონის აწევის გამო. და დღემდე ნანმადოლი რჩება ერთ-ერთ ყველაზე შეუძლებელ საინჟინრო მიღწევად ძველი სამყაროსთვის. ზღვის ქალაქი, რომელიც თითქოს ცივილიზაციამ ააშენა, რომელიც თავის ეპოქას ბევრად უსწრებდა. ახლა კი ინდოეთში მდებარე ტაძარზე გადავიდეთ. ელორას მღვიმეების კაილასას ტაძარი. ერთ-ერთი ყველაზე შეუძლებელი საინჟინრო მიღწევაა ძველი სამყაროსთვის. როცა ამას ზემოდან შეხედავ, მაშინ მიხვდები, რამდენად წარმოუდგენელია ეს. გიგანტური ქვის მასა ამოთხარეს კლდის ფერდობიდან ქვემოთ, სანამ მთელი ტაძარი შუაში არ გამოაჩინეს. ისე ჩანს თითქოს გიგანტი მოქანდაკე უბრალოდ ზედმეტი ქვა მოაცილა, სანამ შენობის ზუსტი დიზაინი არ დარჩა.
არის დიდი ქანდაკებები. არის დეტალურად ამოკვეთილი სცენები ჰინდუ მითოლოგიიდან. და ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი ისაა, რომ ყველაფერი ერთი ქვისგან არის გამოკვეთილი. ისტორიკოსებისა და არქეოლოგიური კვლევების მიხედვით ტაძარი უკავშირდება რაშტრაკუტას მეფე კრიშნას პირველი 1000 საუკუნეში. მაგრამ დღემდე დავაა თუ რამდენი ხანი აშენებდნენ მას. ზოგიერთი ისტორიული შეფასება ამბობს, რომ შესაძლებელია ტაძარი დასრულდა 20 წელზე ნაკლებ დროში. მაგრამ ბევრი ინჟინერი ამას შეეჩვეობს. მაგრამ მათი ანალიზის მიხედვით ძალიან ბევრი ქვა იყო მოსაშორებელი მთელი კომპლექსის სასაშენებლად. ამაზე უფრო რთულია ის, რომ ერთი არასწორი გათხრა შეიძლება მთელ სტრუქტურას დააზიანოს. თუ ზედმეტად ამოთხრი არასწორ ადგილას, ქვას ვეღარ დააბრუნებ. ეს ნიშნავს, რომ მათ ტაძრის საბოლოო ფორმაზე უნდა ეფიქრათ მანამდე, სანამ მთის კვეთას დაიწყებდნენ. ამიტომაც დღემდე ბევრი არქიტექტორი და ინჟინერია გაოცებული. ვინც აღფრთოვანებულია იმ სივრცითი დაგეგმვის ტონით, რაც ამის შესასრულებლად იყო საჭირო. ზოგიერთი სპეციალისტი ამბობს, რომ თუნდაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, იგივე პროცედურის ზუსტად იმავე გზით გამეორება მაინც ძალიან რთული იქნებოდა. და არა მხოლოდ ზომაა მიზეზი, რის გამოც კაილასას ტაძარი ცნობილია. ის ასევე ცნობილია თავისი სიმტკიცით. არსებობს ამბები, რომ უღალების იმპერიის დროს იმპერატორ აურანგზების ჯარისკაცებმა სცადეს მისი განადგურება. მაგრამ ამბობენ, რომ წლების განმავლობაში მცდელობის მიუხედავად, სტრუქტურაზე გავლენა მინიმალური იყო. მართალია თუ არა ამ ამბის ყველა დეტალი. ერთი რამ ნათელია. მეტი ვიდრე 1000 წელი გავიდა მას შემდეგ. ინდოეთში არიან ხელოსნები და ინჟინრები, რომლებსაც მთის ნამდვილი შედევრად გადაქცევა შეუძლიათ. ბალბეკის ქვები, ლიბანი. ბალბეკი ცნობილია თავისი უზარმაზარი რომაული ტაძრების კომპლექსით, განსაკუთრებით იუპიტერის ტაძრით, მაგრამ ნამდვილი საიდუმლო თავად ტაძრის ქვეშ იმალება. მისი სადირკვლის პლატფორმაზე მდებარეობს ეგრეთ წოდებული ტრილიტონი, 3 გიგანტური კირქვის ბლოკი, რომლებიც ერთმანეთის გვერდით დაუჯერებელი სიზუსტით არის განთავსებული. ამ ქვის თითოეული ბლოკი სავარაუდოდ 100 ტონას იწონის. და ისინი უბრალოდ არ არის დადებული. ისე ზუსტად არის მორგებული, რომ თითქმის არანაირი სივრცე არ რჩება მათ შორის. თუ ახლოდან დააკვირდები, ისეთი შთაბეჭდილება რჩება თითქოს თანამედროვე ინდუსტრიული სიზუსტით არის შესრულებული. არქეოლოგიური მტკიცებულებების მიხედვით, ქვები ამოღებულია კარიერიდან, რომელიც ტაძრის კომპლექსიდან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით მდებარეობს. ეს ნიშნავს, რომ მათ ჯერ კიდევ უნდა გადაეტანათ უზარმაზარი ქვები არათანაბარ რელიეფზე, სანამ საფუძველს ააშენებდნენ. სწორედ აქ იწყება საიდუმლო. როგორ? არსებობს თეორიები როლიკების, რამპების, თოკებისა და მუშახელის შესახებ. შესაძლებელია ეს იყოს საინჟინრო ტექნიკების კომბინაცია, რომელიც დროთა განმავლობაში თანდათან დაიკარგა. მაგრამ დღემდე არ არსებობს უნივერსალურად მიღებული ახსნა, თუ ზუსტად როგორ მოათავსეს ასეთი მძიმე ქვები, მხოლოდ ძველი სამყაროს ტექნოლოგიების გამოყენებით. ისტორია კიდევ უფრო უცნაური გახდა, როდესაც კარიერის ტერიტორიაზე კიდევ უფრო დიდი ქვები აღმოაჩინეს. 2014 წელს გერმანელი და ლიბანელი მკვლევრების არქეოლოგიური ანგარიშების მიხედვით აღმოაჩინეს კიდევ ერთი უზარმაზარი ქვის ბლოკი, რომლის გადატანაც ვერ დაასრულეს. ეს კიდევ უფრო მძიმეა ვიდრე ის ქვები, რომლებიც ფუნდამენტშია გამოყენებული. როგორც ჩანს, მათ კიდევ უფრო დიდი ქვის გამოყენება ჰქონდათ დაგეგმილი, მაგრამ ეს არ განხორციელდა. არ არის ნათელი რატომ. შესაძლოა ის იმდენად მძიმე იყო, რომ ვერც ისინი ვერ შეძლებდნენ მის გადატანას. შესაძლოა პროექტი შეიცვალა. ან იქნებ იმ დროს პოლიტიკური ან ეკონომიკური კრიზისი მოხდა. ასევე არსებობს დებატი, არის თუ არა საძირკვლის პლატფორმა მთლიანად რომაული ნაგებობა, თუ შეიძლება უფრო ძველი ცივილიზაცია იყო, რომელმაც ეს დაიწყო რომაელებამდე. დღემდე საბოლოო პასუხი არ არსებობს, მაგრამ ერთი რამ ცხადია. ინჟინერიის ისტორიაში ბალბეკი ერთ-ერთი ყველაზე ნათელი შეხსენებაა იმისა, რომ არსებობდნენ უძველესი მშენებლები, რომლებსაც შეეძლოთ ისეთი მასშტაბის პროექტების განხორციელება, რომლის გაგებაც დღევანდელ დროშიც კი რთულია. ნიუ-გრეინჯი, ირლანდია. პირველი შეხედვით ეს უბრალოდ დიდი გორას გავს, მაგრამ იმ უზარმაზარი გორაკის შიგნით არის გრძელი ქვის დერეფანი, რომელიც პირდაპირ მიდის შუაგულში არსებულ ოთახში. და აქ იწყება ყველაზე გასაოცარი ნაწილი. ყოველ ზამთრის მზედგომაზე, ანუ წლის ყველაზე მოკლე დღეს, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მზის სხივი ზუსტად აღწევს შესასვლელის ზემოთ არსებულ პატარა ღიობში. სინათლე გაივლის ვიწრო დერეფანს და პირდაპირ მოხვდება შიდა ოთახში. ეს განლაგება შემთხვევითი არ არის. ის იმდენად ზუსტია, რომ ზუსტად ეს ეფექტი წელიწადში მხოლოდ რამდენიმე წუთით ხდება. ეს ნიშნავს, რომ ნიუ-გრეინჯის შემქმნელებს, რომლებიც 5000 წელზე მეტი ხნის წინ ცხოვრობდნენ, უკვე ღრმა ცოდნა ჰქონდათ მზის მოძრაობისა და სეზონური ციკლების შესახებ. ისტორიკოსებისა და არქეოლოგების თქმით, შესაძლებელია, რომ ზამთრის მზედგომა მათ რწმენაში მნიშვნელოვანი იყო, რადგან ის სიმბოლოა სინათლის დაბრუნებისა წლის ყველაზე ბნელი ნაწილის შემდეგ.
მაგრამ ნიუ-გრეინჯი განსაკუთრებული მხოლოდ ასტრონომიული განლაგების გამო არ არის. დღემდე მისი შიდა კამერა მშრალია. 5000 წელზე მეტი წვიმა, ქარი და ირლანდიის ცივი კლიმატი. მაგრამ ნაგებობის კორბელური სახურავი კვლავ მტკიცეა. არც ცემენტი, არც ფოლადის გამაგრება. ქვები ფრთხილად და ზუსტად დაალაგეს, ისე რომ წყალი თავისით გამოდიოდეს ნაგებობიდან. თითქოს უძველესი წყალგაუმტარი ინჟინერია. და სანამ მეცნიერები აგრძელებენ ნიუ-გრეინჯის შესწავლას, ერთი რამ ცხადია. ეს არაუშენებია უბრალოდ პრიმიტიულ საზოგადოებას. ეს იყო ცივილიზაცია, რომელსაც შეეძლო ასტრონომიის, ინჟინერიისა და სიმბოლური დიზაინის შერწყმა ისე, რომ ეს დღემდე აღფრთოვანებას იწვევს თანამედროვე ეპოქაშიც. კლდეში ნაკვეთი, ეკლესიები ლალიბელაში, ეთიოპია. ეთიოპიის მთებში არის ადგილი, რომელიც თითქოს ადამიანის შექმნილი არ არის. ეს არის ლალიბელას კლდეში ნაკვეთი ეკლესიები. როცა ვამბობთ, რომ ამოჭრილია, ეს არ ნიშნავს მხოლოდ ქვის დეკორაციით მორთვას. ეს ნიშნავს, რომ მიწა ქვემოთ ამოთხარეს, სანამ მთელი ეკლესია არ გამოჩნდა. თითქოს ჩვეულებრივი მშენებლობის საპირისპიროა. ამის ნაცვლად, ზემოთ აშენების მაგივრად, მათ ამოაჩეს უზარმაზარი ნაწილი ქვისა, სანამ არ დარჩა შენობების ზუსტი ფორმა. ყველაფერი ერთიანი მყარ-ქვრიდან. ისტორიული ტრადიციის მიხედვით ეკლესიები აშენდა მეფე გებრე მესკელ ლალიბელას დროს ზაგვეს დინასტიიდან, დაახლოებით მე-12-მე-13 საუკუნეებში. ამბობენ, რომ მისი მიზანი იყო ახალი იერუსალიმის შექმნა ეთიოპიის მაღალმთიანეთში. მას შემდეგ, რაც ქრისტიან მომლოცველებს გაუჭირდათ ნამდვილი იერუსალიმის მონახულება იმდროინდელი რეგიონული კონფლიქტების გამო. ამიტომ კომპლექსის ბევრ ნაწილს წმინდა მიწასთან სიმბოლური კავშირი აქვს. მაგრამ მიუხედავად იმისა, რამდენად მნიშვნელოვანია მისი რელიგიური სიმბოლიკა, სწორედ ინჟინერიაა ის, რაც ადამიანებს ყველაზე მეტად აოცებს. როდესაც პორტუგალიელი მკვლევარები ეთიოპიაში მე-16 საუკუნეში ჩავიდნენ, მათ განაცხადეს, რომ ეკლესიების აგება თითქოს ზეკაცური შრომის შედეგი იყო. არსებობს ადგილობრივი ტრადიციებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ანგელოზები ეხმარებოდნენ მშენებლობას ღამით, მას შემდეგ, რაც ადამიანები დღისით მუშაობდნენ. ეს ბუნებრივია, რადგან ეს რელიგიური რწმენის ნაწილია და არა სამეცნიერო ახსნა. მაგრამ თუ კი ლეგენდასაც კი მოვაშორებთ, რეალობა მაინც რჩება. ძალიან რთულია ახსნა, თუ როგორ განხორციელდა ასეთი მასშტაბური გათხრა ასეთი სიზუსტით. და რაც უფრო გასაოცარია, ლალიბელა მიტოვებული ნანგრევები არ არის. თითქმის 800 წლის შემდეგაც კი ეს ადგილი კვლავაც რჩება აქტიურ სარწმუნოებრივ ცენტრად. დღემდე ეთიოპიელი მართლმადიდებელი მორწმუნეები ყოველდღიურად ჩადიან იმ ქვის ეკლესიებში სალოცავად. მათი წინაპრების მიერ პირდაპირ მთაში გამოკვეთილ შენობებში. შრი-ლანკას ტყის შუაგულში უზარმაზარი გრანიტის ლოდი მოულოდნელად აღმართულია მიწიდან, თითქოს ბუნებრივი ციხესიმაგრე იყოს. მისი სიმაღლე თითქმის 200 მეტრს აღწევს. და იმ ლოდის მწვერვალზე ერთმა მეფემ თავის დროზე საკუთარი სასახლე ააგო. ეს არის სიგირია, ერთ-ერთი ყველაზე განსაცვიფრებელი სამეფო კომპლექსი ძველი აზიის ისტორიაში. შრი-ლანკის ისტორიული ქრონიკების, როგორიცაა მაჰაბამსა, მიხედვით მეფე კასაპამ ძალაუფლება მას შემდეგ მოიპოვა, რაც ტახტი საკუთარი მამისგან წაართო. ამასობაში საიდუმლო ლეგიტიმური მემკვიდრე მოგალანა გაიქცა. და კასაპა იცოდა, რომ ერთ დღეს მისი ძმა დაბრუნდებოდა სამეფოს დასაბრუნებლად. ამიტომ ტრადიციულ დედაქალაქში დარჩენის ნაცვლად მან აირჩია სიგირიის უზარმაზარი კლდე, ციხესიმაგრედ ექცია. მაგრამ ეს უბრალოდ სამხედრო თავშესაფარი არ იყო. მან ეს ადგილი უაღრესად განვითარებულ სამეფო ქალაქად აქცია. კლდის ძირას მათ შექმნეს გეომეტრიულად დაგეგმილი ბაღები, არხებით, აუზებითა და შადრევნებით. სწორედ აქ ჩანს ინჟინერიის საოცრება. დღემდე ეს ყველაფერი ისევ მუშაობს. ზოგიერთი სიგირიის უძველესი შადრევანი წვიმიან სეზონზე. არქეოლოგების თქმით, სისტემა იყენებს მიწისქვეშა წყლის არხებს და წყლის სიმაღლის ბუნებრივ წნევას, ხოლოდ გრავიტაციას და ჭკვიან ჰიდრავლიკურ დიზაინს. და ეს გაკეთდა 1500 წელზე მეტი ხნის წინ. როდესაც კლდეზე ადიხართ, ადრე შეგეძლოთ გენახათ გიგანტური ლომის კარიბჭე. ეს არის უზარმაზარი სტრუქტურა, რომელიც ამოკვეთილია კლდეში, სადაც სტუმრები გადიან სანამ მწვერვალზე ავლენ. დღეს მხოლოდ ლომის გიგანტური თათები დარჩა. ასევე არსებობს ეგრეთ წოდებული სარკის კედელი, გლუვი კედელი, რომელიც ოდესღაც იმდენად გაფრიალებული იყო, რომ ამბობენ მეფე საკუთარ ანარეკლს ხედავდა, როცა მიდიოდა. და კლდის გვერდით ჯერ კიდევ შემორჩენილია ფრესკული ნახატები ქალების, რომლებიც ციურ ფიგურებს კვანან. და ზოგიერთი მათგანი კვლავაც მკაფიოდ ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ ასობით წელი გავიდა. მაგრამ როგორც ბევრი უძველესი სამეფოს შემთხვევაში, კაშიაპას ძალაუფლებაც დიდხანს არ გაგრძელებულა.
შემდეგ, როდესაც ტახტი დაიბრუნეს, სიგირია ბუდისტურ მონასტრად დატოვეს. ჩანდბაური, ინდოეთი. ინდოეთის რაჯასტანის უდაბნოს რეგიონში მდებარეობს ჩანდბაური. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საფეხუროვანი ჯა, რომელიც უძველეს მსოფლიოში აშენდა. თუ ზემოდან შეხედავთ, მაშინვე დაინახავთ მიზეს, თუ რატომ არის ეს ასე ცნობილი. ათასობით კიბე, განმეორებადი გეომეტრიული ნიმუშები და დიზაინი, რომელიც თითქმის სრულყოფილად სიმეტრიულია ზემოდან ქვემოთ. მთელი ნაგებობა ძალიან ღრმად ჩადის მიწაში. ეს გაკეთებულია იმისთვის, რომ მიწისქვეშა წყლის მარაგს მიაღწიონ ინდოეთის ერთ-ერთ ყველაზე მშრალ რეგიონში. მაგრამ მისი დიზაინი მხოლოდ პრაქტიკული არ არის. არქიტექტურაც გენიალურია. როდესაც ჩადიხარ საფეხურებიან ჭაში, ტემპერატურა ნელ-ნელა იკლებს. მკვლევართა თქმით, ქვედა ნაწილი ზედაპირთან შედარებით რამდენიმე გრადუსით უფრო ცივია. სხვა სიტყვებით რა ვთქვათ, ეს ბუნებრივი გაგრილების სისტემას გავს უდაბნოს ძლიერ სიცხეში. და წარმოიდგინე, რა სიზუსტე იყო საჭირო ამის შესაქმნელად. ათასობით საფეხური. ერთნაირი ზომები, თანაბარი განლაგება და ერთგვაროვანი გეომეტრია, ზედაპირიდან ყველაზე ღრმა ნაწილამდე. არანაირი ლაზერული საზომი ხელსაწყოები, არანაირი CAD პროგრამები, არანაირი დრონები, რომ ზემოდან დაენახათ მთელი დიზაინი. მაშინდელი მშენებლები პირდაპირ თხრიდნენ ქვემოთ და ცდილობდნენ მთელი ნაგებობის წყობა ზუსტად შეენარჩუნებინათ. და რაც ყველაზე განსხვავებულია, ისინი საბოლოო ვიზუალურ ეფექტს სრულად ვერ ხედავდნენ, სანამ ამას აკეთებდნენ. მთელი გეომეტრიული სიმეტრიის ნახვა მხოლოდ მაშინ შეგიძლია, როცა საფეხუროვანი ჯის კიდეზე დგახარ და ქვემოთ იყურები. ეს პერსპექტივა მუშებისთვის ხელმისაწვდომი არ იყო, როცა ქვედა დონეებს აშენებდნენ. ამიტომაც დღემდე ბევრი არქიტექტორი და ინჟინერი აღფრთოვანებულია ჩანდბაურის მათემატიკური სიზუსტით. მეტი ვიდრე 1200 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს ნაგებობა აშენდა. სამეფოები შეიცვალა, იმპერიები დაეცა. მაგრამ თითოეული საფეხურის განლაგება კვლავაც ზუსტად იგივეა. თითქოს გაყინული გეომეტრიაა ძველი სამყაროდან.